როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხარ? უფლის წყალობით, მადლობა ღმერთს. გიო, დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ყველა მართლმადიდებლისთვის მნიშვნელოვანესი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. საინტერესო იქნება ზუსტად ვიცი და მოდი დავიწყოთ, მივესალმოთ მსმენელს, მაყურებელს და აღდგომის მისტერიები. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე საინტერესო თემაა და კითხვების თუ გექნებათ კომენტარებში ძალიან კარგი იქნება. გამოიწერეთ, ვისაც არ გყავთ გამოწერილი სტუმარი, როგორც Facebook-ზე, ასევე TikTok-ზე. TikTok-ზე ლათინურად უწერია გიორგი ლობჯანიძე, Facebook-ზე ქართულად უწერია თავისი სახელი და გვარი გიორგი ლობჯანიძე. ჩვეულებრივ ქართული შრიფტით შეგიძლიათ იპონოთ და გამოიწეროთ მისი გვერდი საინტერესო ანალიზს აკეთებს თითქმის ყველა პროცესს ეხმიანება ხოლმე და ასე თუ ისე ყველა თემაზე შეუძლია საუბარი გიოს, როგორც რესპონდენტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. დავიწყოთ გიო. მადლობა. მივესალმები კიდევ ერთხელ შენს აუდიტორიას, ძალიან სასიამოვნო, დადებითი და პოზიტიური ხალხი გყავს. ეს გამოცადე მე რამდენჯერმე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ლაივებიც სხვადასხვა დროებში გაგრძელდება. მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყარო შედის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, რასაც ქვია უკვე ეს წინა სააღდგომო მზადების ეტაპი, პიკურ ეტაპზე მოხს უკვე საუბარი და შემდგომ უკვე ეს ყოველივე გვირგვინდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით, ხო? ჩვენ უკვე სულ მალე გველოდება, ესე იგი, თუ სწორად მახსოვს, 5 რიცხვში იქნება ამ წელს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული და მოდი მივყვეთ ქრონოლოგიას, ხო? ეკლა თუ შეიძლება რომ არ დავარღვიოთ ჩვენ ეს ყოველივე ბზობა ეს არის იგივე ბაიაობა დაახლოებით ასე მოიხსენიებენ აღნიშნულს მეოთხე საუკუნიდან უკვე ჩვენში ქრისტიანულ კულტურაში დამკვიდრდა იგი ну ხა რადგან საქართველოში არ არის აი მაგალითად პალმის რტოები ამიტომაც სხვა ასე ვთქვათ ხილი რა არის და სხვა სცენარეს ვიყენებთ უშუალოდ ბზის სახით. ну თვითონ ახლა ამ ბზობის დღეს მართლა რაც არის საკმაოდ გამორჩეულია და ყოველთვის ხშირად ვიხსენიებ ხოლმე რომ ესაა წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი, რომელსაც უფლისგან ჰქონდა ეს გამოცხადებები თავიდან ბოლომდე მიღებული, აღწერს დაახლოებით 8 საუკუნით, 800 წლით ადრე იმ მოვლენებს თუ რა მოვლენების წინაშე დადგებოდა კაცობრიობა, რომ განკაცდებოდა ღმერთი ჩვენი უფალი მას როგორ მოიპყრობოდნენ და ну პრინციპში ეს ბზობის დღეც აი ზაქარია წინასწარმეტყველი მინდა კიდე ძველი აღთქმის ასე ვთქვათ თავებიდან რომ მოვიშველიო, იმიტომ რომ ზაქარია წინასწარმეტყველს პირდაპირ უწერია ის რასაც ფაქტობრივად ქრისტე რჯულის კანონით ამოწმებს და რას ამოწმებს ხო კონკრეტულად რომ ესე იგი კიცსა ზედამჯდომი შევიდა იერუსალიმში. კიცვი ეს არის, ну აი მოდი კვიცი დავარქვათ ამას, დაუჯდომელი, რომელიც მოძებნეს მისმა მოციქულებმა, მოუყვანეს და სწორედ ამით შევიდა იერუსალიმის კედლებში და რატომ მოხდა ახლა მაინც და მაინც კვიცით შესვლა და არა თუნდაც ცხენით. არა და ამ დროს ოსანა ხო ესე ხვდებიან უშუალოდ მაცხოვარს ებრაელი ხალხი, მათ სჯერათ რომ ქრისტე არის უშუალოდ მესია, არის მხსნელი, ამ ქვეყნის გადამრჩენელი, თუმცა ყველაზე სავალალო და სამწუხარო ფაქტი ну გახლავთ ის რომ დაახლოებით პლუს მინუს 1 კვირის განმავლობაში ჩვენს ღმერთს
ვერ იცნობს ეს საზოგადოება და მოექცევიან ძალიან ცუდად. კვიცი არის გამოხატულება მეგობრებო უშუალოდ თავდამლობისა, მას შეეძლო ქრისტეს რომ იერუსალიმში შესულიყო ცხენზე ამხედრებული და როგორც მეფე ხო, აი აღემაღლებინა, ასე ვთქვათ, საკუთარი ბუნება, მაგრამ აი ამ სცენარით და მსგავსი ფაქტებით ჩვენ გვამცნობს სიმბოლოებით, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ქრისტე რომ მას არ ჭირდება და ამ ქვეყანაზე არც არის საჭირო კაცობრიობას აუწყებს ფაქტობრივად ამ ყოველივეთი, რომ უნდა ისწავლოს ხალხმა თავდაბლობა, რაც არ უნდა შენ ხსნელი იყო, რაც არ უნდა დიდებული იყო, ყველაზე დიდი სიდიადე ეს არის სხვისი მსახურება, სიყვარული, მოთმინება, თავდაბლობა, რისთვისაც იყო შესული იერუსალიმში და მას რაც უნდა ეკადაგა, ეს უკვე სიმბოლურად ჩვენ გვაუწყა მაცხოვარმა, თუმცა მე როგორც ჩვენს წინა პირდაპირ ეთერებში ვახსენე, ალბათ ბევრმა ჩვენ გვიყურა და გააცნობიერა, მაშინდელი ებრაული საზოგადოება აბსოლუტურად არ იყო მზად სულიერი ტალღებისთვის, მათი მხსნელი დღემდე სხვათა შორის ხო, მათი მხსნელი არის მატერიალური სამყაროს განმასახიერებელი, ამ ხალხს ეგონა რომ იქით ეყოლებოდათ მონები, საუბარი იყო კონკრეტულად იმაზე, რომ აი ებრაული საზოგადოება მაინც აზროვნებდა, როგორ იცი, მერამე ქნება დაახლოებით აი ამ ლოგიკით და არადა ამ დროს ქრისტეს საუბარს იწყებს მზეციურ სამეფოზე, მარადილ ცხოვრებაზე, რომ ადამიანებმა ერთმანეთს უნდა მიუტევოთ, რომ მე იმისთვის კი არ ვარ მოსული, ხა ნახე თვითონ ებრაელი ხალხი როგორ იყო ხო განწყობილი, რომ ჩვენი მესია მოვიდაო და თვითონ როდესაც იყვნენ უშუალოდ ესე იგი რა ქვია რომაელთა უღლის ქვეშ, ეხლა იქითკენ უნდოდათ რომ რომაელები მათი უღლის ქვეშ ყოფილიყვნენ, ხვდები, ესე იგი მათ ლოგიკას თეკლა, რომ ესე იგი მესია მოვიდა, თუ რომაელი ჩემზე ბრძანებლობს, ეხლა მე ვიქნები გამიგე იმის ბრძანებელი, აი დაახლოებით ამ ლოგიკით საზრდოობდა ეს ხალხი და ყველაფერი უნდოდათ ძირითადად უფრო აი ამ ქვეყნის ესე იგი საყოფა ცხოვრებო დონეზე კარგად რო გამოგადგება და ნუ ოქრო ვერცხლის ასახლეები და ასე შემდგომ რა. რაზედაც ნუ ქრისტე ამბობს ძალიან კარგად, ხა აი თითოეულ იმას მივადგებით ჩვენ დიდი შვიდეულის განხილვას და როდის რა გააკეთა ჩვენ ამას ვისაუბრებთ, ხო? იქამდე არის ამ 2026 წლის კალენდარში კიდევ ლაზარეს 4 რიცხვში გვექნება, თუ სწორად მახსოვს, ეგრე უნდა იყოს კი ბატონო შაბათი. ნუ ეს არის, როდესაც ლაზარე იყო, როგორც ვიცით, ქრისტეს ჭეშმარიტი მეგობარი და ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი ფიქსირდება ლაზარეს ცხოვრებაში, როდესაც მკვდრეთით აღდგება და თუ სწორად მახსოვს და არ მეშლება, რამდენიმე ათეული წელი იცოცხლა კიდე ლაზარემ მკვდრეთით აღდგომის შემდგომ და არასდროს არ გაუცინია, ესეთ აი სასიხარულო, დიდად სასიხარულო ხასიათზე არც არასდროს არ ყოფილა ეს უკანასკნელი და ერთადერთხელ გაიღიმა თუ გაეცინა სიმწრით რა. როდესაც დაინახა, რომ უშუალოდ პარავი ქურდი დაუკითხავად იპარავდა რა ფაქტობრივად თიხას, ხო და ეს რო დაინახა ესეთი რაღაც თქვა, რომ თიხა მიაქვსო რა, თიხას იპარავსო, რამხელა სიბრძნეა მის ნათქვამში, ხო წარმოგვიდგენია რა და ამაზე გაეცინა ოღონდ სიმწრისგან რა. უდიდესი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო უშუალოდ ლაზარე და ქრისტეს მეგობარი, ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა არის უშუალოდ ჯერ კიდევ მატერიალური ბუნების გამოვლინება ამ ცხოვრებაში,
როგორ უნდა განიცადოს თუნდაც ადამიანმა ძირეული შინაგანი ტრანსფორმაციები, აი ქრისტეს კვირეთით აღდგომა უკვე რას ნიშნავს, როგორც სულიერ ასევე მატერიალურ ჭრილში, ამას მე უშუალოდ აღდგომის სცენარზე აუცილებლად მოგახსენებთ. 7 რიცხვში გვექნება კიდევ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული, ეს დიდი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ღვთისმშობელს გამოეცხადა და მათ შორის ღვთისმშობლის სახით უკვე მთელ კაცობრიობას მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთისმაცნე, რომელმაც ახარა დაბადება მესიისა, ჭეშმარიტი მესიისა, როგორც ვიცით, და ესე იგი ესაია წინასწარმეტყველს უწერია, რომელმაც მოღვაწეობა ძველი წელთაღრიცხვით 759 წელს დაიწყო უკვე ოფიციალურად, რომ აჰა ქალწულმა მუცლად იყოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ. ემანუელი ეს არის უშუალოდ ერთ-ერთი ხსნელის პროტოტიპი, ნუ ეს ყველაფერი ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი დაახლოებით ესე ითარგმნება. და პირდაპირ წერია ხო უშუალოდ რომ შვას ქალწულმა მუცლად იყოს ქალწულმა, ამიტომ ჩვენში სამწუხაროდ გავრცელებულია და ძალიან ცუდად არის გავრცელებული ესეც ათეისტებს მიეწერება და ცოტა არ იყოს და უღმერთო საზოგადოებას, რომლებიც მართლმადიდებლური ეგრეგორისგან შორს არიან, რომ აი ვითომ ღვთისმშობელი გვატყუებს ვიღაც რომ აი არ იყო მაგალითად ეს მისი ქალწულობა დამახინჯებულია და რაღაც არ არის ისე გადმოცემული, ეს უდიდესი მკრეხელობა და უდიდესი ასე ვთქვათ გისმენ. იო, არ მინდა გავცდეთ და სხვა თემაზე და მე ვერ მიუტრიალდები უკან. თიხას იბარავს, აი ეს განმარტება რა იდო ამ აზრში, რომ მე კარგად მოვჭრი ამ მონაკვეთ. თიხას იბარავს. რატო წავყევი ხა ამ ყველაფერს, რომ ამ კალენდარში დღევანდელი კალენდრით მიყვა, გამიგე ბზობის მერე ხარება მოვიდა და მაგ კვირას გავყევი, მაგიტომაც რომ ვიცოდეთ ასე ვთქვათ, აი ესეც რო არ მეთქვა, არ შემეძლო, იმიტომ რომ იმდენად შემოგდებული მკრეხელური აზრებია, ეკლა ხა მე ხო ვეცნობი ამ ინტერნეტ სამყაროში რა ხდება, რომ ამას რო ადამიანი წერს, ნუ ხა შენ ნორმალური არ ამგონია ვიღაცა იყოს, სწორად გამიგე რა. თიხა თვითონ ადამიანი მთელი თავისი არსით უფლის გარეშე. გამიგე? იმიტომ რომ შენში თუ შინაგანი ნათელი არ არის, ხო? შენ რჩები, ჩემო კარგო, ქრისტეს ეკლესიის გარეშე, შენ რჩები სინათლის გარეშე და ავტომატურად უკვე მარადიულ სასუფეველს ვერ იმსახურებ, ხო? ამიტომ შენსა და იმ საგანს შორის, რომელი ნივთისგანაც ხარ შემდგარი, უკვე აბსოლუტურად აღარანაირი რეგლამენტი არ არის და ფაქტობრივად ერთს მიაქვს მეორე ისე რომ აი შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამაზე გვესაუბრება სხვათა შორის ასე ვთქვათ უკვე დიდი კვირეულის დასაწყისში, აი მაგალითად უნაყოფო ლეღვის ხსენებისას კარგი მაგალითია, როდესაც დიდ ორშაბათს ეს არის სულიერი უნაყოფობის მხილება, მოდი ესე ვთქვათ, და ამ უნაყოფობის მხილების დროს რა ხდება იესო, როდესაც შედის უკვე იერუსალიმში, ტაძარში, მოშივდება რა ერთ-ერთ პერიოდში და მიადგება უშუალოდ ლეღვის ხეს, რომელიც ესე გაფოთლილია, მაგრამ იქ ნაყოფი არ არის, გამიგე და დაწყევლა მე ეს უნაყოფო ხე და ლეგვის აი ეს უნაყოფო ხე შეადარა იმ ადამიანს, რომელშიც ფაქტობრივად უმადლო ცხოვრება. ეს უმადლო ცხოვრება რას ნიშნავს? არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარეგნულად ინიღბებიან ვითომ რწმენით, მაგრამ შიგნით, მათ შიგნით ჭეშმარიტი რწმენა არ არის, გამიგე? ამიტომ ქრისტე ამბობს, რომ ასეთი ადამიანი, რომელიც ან ფარისევლობს, ან მაგალითად შენ მოგაქვს თავი დიდ ქრისტიანად, ან დიდი რჯულის დამცველად, თუმცა შენში თუ ის სიკეთე და ისაქმეები არ დევს, რაც უნდა აღასრულო და ჭეშმარიტად ვინც უნდა იყო, შენი არსებობა აი ამ უნაყოფო ლეღვის ხის მსგავსია. ეხლა ნახე,
უშუალოდ კიდე აქ რა ხდება, ხო? ეს არის ზნეობრივი შეგონების წყარო. კიდევ აი ეს ლეღვის ხის იგავი, რომ ადამიანი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს უფალთან შესახვედრად. ანუ არა მარტო შენ იმ მომენტში უნდა იყო გარეგნულად მზად, როდესაც დგახარ თუნდაც იქ მეტანიებს რომ ასრულებ, ან ტაძარში ხარ, პირჯვარს იწერ, არამედ ნებისმიერ კრიტიკულ დროს შენში შინაგანი სიმშვიდე უნდა გქონდეს და მაქსიმალურად უნდა ცდილობდე რომ აი და ხვალ რაღაც მოხდეს და შენ უფალთან წარსდგე. შენ ამდენად გეყოფა იმდენი ქრისტიანობა და იმდენი რწმენა, რომ პირნათელი და მადლით სავსე მიხვიდე ღმერთთან, ხვდები? თუ აი ეს შინაგანი მადლი და შინაგანი ნათელი არ აქვს ადამიანს, ხო? ხარ უბრალოდ ჩვეულებრივი თიხა, სწორად გამიგერის თქმაც მინდა რა. ანუ ესე იგი, შენ სულიც მიდის მადლის გარეშე დადიხარ და მოძრაობ და აი დღესაც ხო მაგალითად ეკლესიებში ყველაზე სამწუხაროა ეხლა რასაც ვიტყვი, იმიტომ რომ მე განავინმეს განვიკითხავ, განკითხვა ჩემი საქმე არ არის აბსოლუტურად. ეს აი ამ იგავს უხდება რა, ეხლა რასი თქმაც მინდა, რომ ზოგი ბერდება ეკლესიაში, ბერდება, ასე ვთქვათ, აი წლები გადის და აქტიურად არიან თითქოს გარეგნული აი ამ მოღვაწეობის ამბებში, რომ ქრისტიანობა არის მათი საფიცარი, მაგრამ ქრისტესთან აი ქრისტე არ ყავთ ნანახი, ხვდები? აი ქრისტეს ნახვა რას ნიშნავს, რომ შინაგანად არ აქვთ, აი ღმერთი განცდილი არ აქვთ შიგნით, ხვდები? რის თქმაც მინდა? ანუ აი დაბერდა ადამიანი, წარმოვიდგინე, დადის, ნუ აი ასრულებს ამ რა ვიცი რელიგიურ რიტუალებს და სხვადასხვა კიდე იღებს მონაწილეობას ევქარისტიურ საიტლოში, მაგრამ ქრისტე განცდილი არ ყავს, ეს ამაზე დიდი ტრაგედია მეტი არაფერი არ არის, ხვდები? ხო, ამიტომ დაახლოებით აი ესეთი სცენარია, როგორც აი ამ ნიადაგზე, ასევე თუნდაც ლაზარეს ნიადაგზე, ხო, რაზეც ვისაუბრე. ეხლა მაგალითად რა ხდება უშუალოდ აი შემდგომი დღე, დიდი სამშაბათი არის ძალიან საინტერესო. იესო აგრძელებს ქადაგებას ტაძარში, ძირითადად ესე იგი პასუხობს ფარისევლების კითხვებს და საუბრობს აპოკალიფსურ დღეებზე. აი ჩვენ რო ვისაუბრეთ ეხა სიონიზმის ბოლო ჟამის მოვლენები, ვისაც არ გაქვთ უშუალოდ ნანახი, შეგიძლიათ რომ YouTube-ზე დევს ეს კონტენტი უკვე დასაკრავის სია შეიქმნა და შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ ამ ყოველივეს. როცა ამბობენ ადამიანები რომ აი ჩვენ რა ვიცით ბოლო ჟამის შესახებ, ეს მხოლოდ მამა მიცის და ქრისტეც კი იმას ამბობს, რომ ეს ყოველივე დრო მამის ხელთაა. რა თქმა უნდა, დროს უშუალოდ მამა აკონტროლებს როგორც მთელ სამყაროს და მთელ კოსმოსს, ხო? თუ კი სადმე რაიმე სახის ცნობიერი სიცოცხლე არსებობს. მაგრამ საქმე ნახე რაში მდგომარეობს, რომ აპოკალიფსისის თავი რა იყო? თუნდაც ქრისტეს ეს ქადაგება რა იყო, ხო? დიდ სამშაბათს, როდესაც ეკლესია იხსენებს, რომ ამ ღვთისმსოფლის დასასრული იქნება და აუცილებლად იქნება. აქ საუბარია კონკრეტულად ნიშნებზე და ბოლო ჟამს გვიწერია კიდეც ჩვენ, რომ საუკეთესოებიც კი ცდუნდებიან, ანუ ისინიც კი, რომლებიც თითქოს არიან სერიოზული და ძალიან დიდი ავტორიტეტების მქონე, თითქოს დიდი სულიერების და პოტენციალის მქონე, ის ადამიანებიც კი შეიძლება იყვნენ ბოროტისგან შეცდენილნი და საბოლოო ჯამში არ არის კიდევ გამორიცხული, აი როგორც ქრისტე ამბობს, რომ ბრმა ბრმის მძღოლი ვერ იქნება, შემცდარმა ადამიანმა თავისი მრევლიც ორმოში გაიყოლოს. ამიტომ რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის ნიშნები ბოლო ჟამისეული, რომელიც იქნება. ეხლა ბოლო ჟამის ნიშნებია იგივე აპოკალიფსისის თავში რაც გიწერია, ხო, რომ ერთი მსოფლიოს მართლობა იქნება, უღმერთობა, უზნეობა, ნუ ეხლა ეს ომები, კატაკლიზმები ყოველთვის იყო, მაგრამ ეხლა იქნება გახშირებული, ადამიანები ცოდავენ, არ მოინანიებენ და ძველ ცოდვებს დაუმატებენ ახალ ცოდვებს.
იქნება რაღაც პარანორმალური მოვლენები, ამინდის მკვეთრი ცვლილება, აი ხა რაც გვაქვს მაგალითად დღეს რომ გაიხედავ ზაფხულია, მაგრამ ზამთრის ამინდია, ესე იგი გაზაფხული და შემოდგომა თითქმის აღარ არსებობს უკვე. ანუ ეს ყველაფერი არის გამიგე ესეთი ომები, იგივე სოლომონის ტაძრის აშენება, მერე იქ ეგრეთ წოდებული მხეცის ანტიქრისტეს გამეფება, ეს ნიშნებია. თუ ეს ნიშნები ადამიანმა ვერ ამოიკითხე შედალოცვილიშვილო ქრისტიანობაში რა გინდა მაშინ, ხო? იმიტომ რომ შენ რეალურად შენს მრევლსაც მერე წაიყოლებ კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ დავიღლები ამის გამეორებით პირდაპირ უფსკრულისკენ. ამიტომ რეალურად ქადაგებს და ეს ქრისტეს პირდაპირი დავალებით ხდება, ხო? იოანესგან ასე ვთქვათ, აპოკალიფსისის თავის გამოცხადების თავს რო ეძახიან დაწერა ეს აპოკალიფსისის თავი თავიდან ბოლომდე ქვეყნიერების დასასრულს ეხება და ეს წმინდა მამებიც იგივე გასული საუკუნის ბერი გაბრიელი იქნება, ბერი პაისი, წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი იყო ასევე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ბევრს ჰქონდა სულიწმიდის მადლისგან მინიჭებული სხვადასხვა სახის ტალანტები გამიგე? იმიტომ რომ ეს სულიწმიდა უკვე როცა ადამიანი შედის დიდი ლოცვის და მათ შორის დიდი ასე ვთქვათ ღვაწლის პირობებში ხო მერე უკვე შენ უფლისგან გეძლევა ნაყოფი, აი სულიწე შენი შრომის ნაყოფი. ზოგს მაგალითად დიდი ქარიზმა აქვს, ადამიანების მოქცევა შეუძლია, ზოგს წინასწარმეტყველების ნიჭი ეძლევა, ზოგს განკურნების ნიჭი ეძლევა. ესე იგი, აი ლოცვით და უფალთან დგომით და შენი კეთილსინდისიერებით, ხო, ადამიანი უკვე წმინდანობის საფეხურამდე აღწევს და შენ უკვე ხდები იმდენად მადლმოსილი, რომ შენი მადლით შეიძლება სხვაც განკურნო, წინასწარ ბევრი რაღაც განჭვრიტო და უფალთან საკმაოდ, ესე იგი შენი თამასა მაღლა აიციოს, ხვდები როგორი მომენტია და ეს დიდი წმინდა მამებიც მაგიტომაც იყვნენ შეუმცდარნი თავიანთ წინასწარმეტყველებაში თუნდაც. აქ დიდ სამშაბათს ჩვენ საუბარი გვაქვს კიდევ იგივე ტალანტებზე. ესეც ერთგვარი ასე ვთქვათ ნახე ტალანტების იგავში რაწერია ხო რომ ესე იგი 5 ტალანტი იყო, 2 ტალანტი იყო და 1 ტალანტი იყო. ხო და ყველამ ასე ვთქვათ ამ ტალანტები ვისაც რა მისცა რა ფაქტობრივად ღმერთმა გაამრავლეს გამიგე ეს ტალანტები და ეს 1 ტალანტი ვისაც ჰქონდა იმას შეეშინდა და თავისი დამალა რა ეს რაღაც მომენტში არ გამოიყენა გამიგე და ხა როდესაც მოვიდა მე ეს ბატონი რეალურად რომ მოიკითხა ეს ამბავი ნუ ყველას გავათმაგდა ხო დაუფასდა ხო ეს ყველაფერი და ხო ამ 1 ტალანტის პატრონს პირდაპირ უთხრა რა რომ ხა ეს არის ანუ იგავის იმის რაში მდგომარეობს მორალი რომ შენ როდესაც რაღაც გაქვს უფლისგან მონიჭებული თუ ის მით უმეტეს ლეგიტიმურია და ასე ვთქვათ სასიკეთოა ის უნდა რეალურად გამოიყენო და განახორციელო ხვდები იმისი დამალვა ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე ფაქტობრივად ღმერთმა რა ნიჭიც გიბოძა, იმ ნიჭზე უარს ამბობდა. უარს კიდე ვერ იტყვი შედალოცვილიშვილო, იმიტომ რომ რაც დამადლებული აქვს უფლისგან ადამიანს, ის აუცილებლად უნდა რეალიზდეს რა. ეხლა ბოდიში ამ კომენტარებსაც რაღაც მიჩვენებს რა ვერ ვიგებ ხალხო უკაცრავად აი ჯერჯერობით ვერ გცემთ პასუხს ქრისტე იუდეველი იყო და ღმერთს ეროვნება არ აქვს შემოკარგო მაგრამ კი ბატონო რა ქვია მოევლინა მაგმიწაზე ხო ხლა თუ ჩვენ იმ კასტას მივეკუთვნებით ახლა წინა იმისი არ იყოს რომ ისინიო მოციქულებიო და ეს ყველაფერიო იქ არ ხდებოდაო და ნუ მოკლედ გახსოვს ახლა თეკლა ეგ ამბები შენ ახლა მაგაზე მესაუბარს ვერ დავიწყებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვისაც მართლმადიდებლური კუთხით სწორი საეკლესიო კუთხით თქვენ წმინდა მამებზე დაყრდნობით მსჯელობა თქვენთვის არის ზედმეტი მაშინ ნუ მოგვისმენთ იმიტომ რომ თქვენ ანუ არჩევანის საშუალებას გიტოვებთ თორე მე რაღაც აგრესიულად კი არ გეუნებით კაცო მაგას პატივს ვცემ ხო თქვენს ყველა შეხედულებას უბრალოდ ჩვენი შეხედულება და ჩვენი საუბარი დღევანდელი დღიდან გამომდინარე არის ამ კუთხით და თუ თქვენთვის საინტერესოა მოგვისმინეთ თუ არა და ღმერთს ეროვნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ აქვს
პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ სადაც ყველაზე მეტად უჭირდა კაცობრიობას, იქ განკაცდა ღმერთიც. იმიტომ რომ ღმერთი იმ ჭაობში, სადაც აი ებრაული აზროვნება მაინც რა არის, ხო, თავიდან ბოლომდე მატერიალიზმზე რომ იყო დაფუძნებული, მაგიტომაც მოვიდა მათ, თორე შეიძლება სულად სხვაგან მისულიყო, ხო? ამიტომ მე მგონი ეს აზრიც საინტერესოა და ლეგიტიმურია რა. დანარჩენი ხა ესეთ აზრებს და გირჩევთ თქვენ თვითონაც რომ აი ზოგიერთები რომ გამოდიხართ და ბიბლია ებრაელების დაწერილია და ბიჭო გაუგებარი უბრალოდ აი გაუგებარი უბრალოდ რა თან მართლმადებლობენ ან თან ასე ვთქვათ იმაში არიან რა ქვია შეიძლება კათოლიკეები იყვნენ ხო ეხა პროტესტანტებზე და სხვებზე არ მაქვს საუბარი ესე იგი თან წმინდანების ჯერათ თან წმინდანებს ეამბორებიან თან იმას გეუნებიან რომ ეგო ებრაელების დაწერილია რაში გვჭირდებაო ხალხო ეს წმინდანები ვისაც თქვენ ეამბორებით მათ შორის ბერი გაბრიელის და სხვები ამ სახარებით საჯდოობდნენ გაიგეთ კაცო რა ხო და თქვენ კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ დღევანდელ ებრაელებსა და აი ებრაელებს შორის ვინც იყვნენ მოციქულები თუ ასე შემდგომ სხვა წმინდანები რომლებსაც უცხოვრიათ მაგ მიწაზე ერთეულები იყვნენ მაგრამ ხო იყვნენ დიდი განსხვავებაა გაიგეთ ეს ნუ ის მეც არ მომწონს თქვენ რა გონია ებრაელებზე ჭკუა მეკეტება მით უმეტეს სულ არ მაინტერესებს ეს ნეთანიაჰუც და რასაც ეგენი აკეთებენ ეს არის საშინელება ჩვეულებრივად მაგრამ ეს ნეთანიაჰუ და ეს ებრაელები და მოსე იქნება ეს თუ 12 მოციქული თუ ასე შემდგომ მათ შორის არის დიდი სხვაობა ეს უნდა გაიგოთ უპირველეს ყოვლისა რა და თუ ამას ვერ იგებთ ელემენტარულად ხო მაშინ თქვენ ბიბლიურ პროცესებისგან შორს ხართ სახარებისგან შორს ხართ და უნდა იკითხოთ მეტი და ინტერნეტში კიდე ყველა ვინც რაღაცას დაწერს და წამოროშავს ნუ ჯერებთ ამ ხალხს თქო უნდა მექნება იმიტომ რომ საქართველოში არსებობენ და არა მარტო საქართველოში დიდი ასე ვთქვათ თეოლოგებიც დიდი არსებობდნენ წმინდანებიც ერისკაცებიც მოусმინეთ მათაც ხო და ესეთი აზრები მათ შორის რომ ყველა რელიგია პროგრამა მატერიალური სამყარო ჯოჯოხეთი ილუზია აი ესეთი აზრები მათ შორის რა ყველა რელიგია პროგრამა კი არ არის არ ვიცი ხალბატონი ხარ თუ ბატონი თუ როგორ მოგმართოთ წაიკითხეთ ბევრი და ბევრი ასე ვთქვათ გაეცანით საკუთარ შეხედულებებს ნუ გვიწერთ იმიტომ რომ იმდენად დიდი წმინდანები ყავდა მართლმადებლურ სამყაროს და მათ იმდენი აქვთ გაკეთებული უბრალოდ და იმდენი აქვთ ნაკითხიც და ნალოციც ელემენტარულად ხო რომ მეეჭვება რომელიმე წმინდა მამას ამნაირი აზრი ეთქვა რა ამიტომ თქვენზე აღარ დავკარგავ ახლა დროს ბოდიშის მოხდით გაგეცით ალბათ პასუხი ვისთვისაც ეს ლაივი ზედმეტია და აქტო ვისაც გაინტერესებთ გავაგრძელოთ რაც შეკითხვა არის რა და გამოგჩეს ნახეთ როგორ შეკითხვას გვისვამენ თეკლაგიოს კითხე ებრაელებს ესე ეგონათ რომ მარტო მათ გადასარჩენად მოვიდა ქრისტე და არა მსოფლიოსთვისო და არა შეუძლია კითხვა არა რა მარტო მათ გადასარჩენად ქრისტე მოვიდა ყველასთვის ქრისტე განკაცდა ყველასთვის სად იყო ისრაელი და სად ვართ ეხლა ჩვენ ქართველები აფრიკაშიც არის თუნდაც ქრისტიანული ტომები და რა ვიცი მთელ ავსტრალიაშიც და ახალ ზელანდიაში და ყველგან გავრცელდა ქრისტიანობა ხო მან ბოლო ჟამის მოვლენებში წერია რომ ქრისტიანობა ბოლო ჟამს ყველგან იქნება გავრცელებული ანუ შენ ხარ რეალურად ის ხარ რა ქვია აფრიკელი ხარ შავკანიანი ხარ რა ვიცი ანუ ბევრ რაღაცას ხა მე აქ იმაზე არ მაქვს სქესობრივ გადაკეთებებზე და იმაზე არ მაქვს ხა საუბარი ანუ ნორმის ფარგლებში ადამიანობის ფარგლებში ზნეობის ფარგლებში შენ ვინ ხარ და რას აკეთებ ანუ ამაზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უფლისთვის არის ყველა ერთი ყველა მისი შვილია უძღები შვილი ზამბის არ იყოს ხო შენ თუ უფალთან დაბრუნდები და მის წიაღში თუ იქნები ამაზე დიდი სიხარული ღმერთისთვის რა უნდა იყოს იმიტომ რომ ყველა უფლისგან არის მოვლენილი კაცო ყველას თავის ტალანტი აქვს აქ აი ეს ტალანტების მაგალითი მაგიტომ მოიყვანე და ეს ტალანტები უნდა განავრცო და შენში უნდა გააღვიძო ადამიანმა სწორი ქრისტიანული ცხოვრებით ხო თავარია ირწმუნო აი აგერ ქართველი ესეთი იმითი არის რა ქვია ზედმეტსახელი ჩემოსულით გაიხარეთ ბრწყინვალეთ თქვენ ვეცნობთ თქვენს კომენტარებს მადლობა კი ქრისტე ყველასთვისაა თავარი ირწმუნო ჭეშმარიტად ესეა ჩემო კარგო
ეხლა რაც შეეხება დიდი ოთხშაბათის თემას, ხო, ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა აქ სიმონ კეთროვნის სახლში და იმ დროს, როდესაც მღვდელმთავრებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დაჭერა და აპატიმრება, ერთ-ერთი უცხო დედაკაცი ინახით მჯდომ მაცხოვარს წაუსვამს ამ საკმაოდ ნარდის ესეთ ძვირფასოვან ნელსაცხებელს, მინდა ვთქვა, ხო და რა თქმა უნდა დიდად მადლობელი რჩება ამით ქრისტე უანგაროს აქციელისთვის, იმიტომ რომ ასეთი ნელსაცხებელი, ხო, აი რაც ასე ვთქვათ შეამკო იგი ქრისტე, ძალიან ძვირი ღირდა, აი ბევრი უნდა გეშრომა, რომ ეგ ხელში ჩაგეგდო რა და დიდ ოთხშაბათს სხვათა შორის ვიხსენებთ წმინდა იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვასაც, მათეს სახარების 26 თავის მე-6 კონკრეტულად მუხლს, ასევე საუბარი გვაქვს კიდევ ჩვენ მე-13 მუხლზეც, არა მარტო მე-6 მუხლზე და დიდ ოთხშაბათს მოხდა კიდევ ერთი საინტერესო რამ, იუდა ისკარიოტელთან მაშინ მოხდა ესეთი ასე ვთქვათ, მე ამაცაც ვერ დავარქმევ, აი დიალოგი, ცოტა არასასიამოვნო დიალოგი, რომ იუდა ამბობს ესეთ რაღაცას, ეს ნელსაცხებელიო ჩვენო, რომ გაგვეყიდაო თუნდაც და მოგვეხმარაო, რამდენ დავრდომილს დავეხმარებოდითო, გამიგე და ამ დროს ქრისტე აჩერებს და ეუბნება, რომ არა, ძალიან სწორად მოიქცა ეს დედაკაცი და ქრისტემ ჩათვალა ეს როგორც აი გაპატიოსნება საკუთარი სხეულისა ჯვარცმამდე დაახლოებით აი ესეთი რაღაც ხდება დიდ ოთხშაბათს და ნუ მერე უკვე მოდის ფაქტობრივად ესე იგი დიდი ხუთშაბათის თემა და ჩვენ დიდ ხუთშაბათს ვიცით რომ ამ დღეს საბოლოოდ ასე ვთქვათ მოხდა საიდუმლო სერობა, ქრისტე გაიცა, ნუ საიდუმლო სერობას ტოვებს რა იუდა და ნუ საიდუმლო სერობაზე ხდება უკვე ასე ვთქვათ წმინდა ზიარების მიღება, დაწესება, ხო, ოფიციალურად დაწესება, რომ ქრისტე იღებს თავის ესე იგი ცხვირწინ ყოფ პურსა და ღვინოს და ამბობს რომ ეს პური არის ჩემი ხორცი, ღვინო არის ჩემი სისხლი და უკვე მოხდა ასე ვთქვათ ამის კურთხევა თუ როგორ აი დაარსდა, დაწესდა ქრისტიანული ევქარისტია, გამიგე? რასაც ქვია უკვე ზიარება ზიარების მადლში ყოფნა და ვინც უკვე ამ საიდუმლოს მსახური და აღმსრულებელი ხდება, ან მისი ნაწილი ხდება, ხო? ის ავტომატურად ქრისტეს ეკლესიის წევრია, ავტომატურად უკვე შენ ამით მოგეტევება ცოდები, აი ზოგიერთი ადამიანი რო ამბობს იმას, რომ მე რაში მჭირდება მაგალითად სასულიერო პირი, როდესაც პირდაპირ შემიძლია მივიდე უფალთან, ხო? აი ამ დროს ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ შედალოცვილიშვილო, შენი უფალი კვიცზე მჯდომი შევიდა ბოლო-ბოლო იერუსალიმის კედლებში. შენმა უფალმა დააწესა ევქარისტია, წავიკითხოთ ხო ეს ნაწილი დიდი ხუთშაბათისა რაც მოხდა და შენი უფალი იყო ყველაზე თავმდაბალი და ამ შენი უფლის, აი და ფაქტობრივად ბიბლიის გაგრძელებაა წმინდა მამების ცხოვრება და ეს დიდი წმინდა მამებიც კი, რომლებიც იყვნენ უკვე სულიწმიდის ნაყოფისგან რამხელა მადლში მყოფები, განკურნავდნენ სხვებს, შეეძლოთ ადამიანის მოქცევა, შეეძლოთ რა ვიცი ბუნების კონტროლი, შეეძლოთ უამრავი სასწაულის დატრიალება, ისინიც კი ეზიარებიან, ისინიც კი შენ წარმოვიდგინე, ცდილობენ რომ მაქსიმალურად იყვნენ ეკლესიის წიაღში და შენ ამ დროს გარეთ მყოფი ადამიანი, რომელსაც არანაირი დიდი სულიერი მდგომარეობა არ გაგაჩნია, ამბობ იმას, რომ მე ეს რაში მჭირდება. ანუ ეს არის უკვე ქედმაღლობის პიკი. ხვდები, თეკლა საქმე საით მიდის რეალურად, რომ ესე იგი, ამ ხელა 2000 წლის განმავლობაში, აი შენც ალბათ რამდენი თუნდაც დიდი წმინდა მამა გეყოლება, ყველას ყავს გამორჩეული წმინდანი, ხო? ხო ესია, არა და წარმოვიდგინე ის წმინდანებიც კი რეალურად ამ ევქარისტიურ საიდუმლოს ასრულებენ, თავადაც როგორ მიდიან ღმერთთან და შენ გარედან ამბობ იმას, რომ მე რაში მჭირდება, კაცო, ისედაც მივალ ღმერთთან. ანუ ეს რამხელა ქედმაღლობაა, ეხლა შენ წარმოვიდგინე, რომ აი რამხელაზე უნდა გქონდეს ცხვირი აწეული, რომ ადამიანი ეგრე აზროვნებდე.
ხო ამიტომ ბევრ რაღაცას კიდევ სხვათა შორის რა მე ხშირად მithქვამს რომ განათლება და სულიერება აი განსაკუთრებით საგანმანათლებლო სპექტრიდან ციგნიერებასაც მინდა ხაზი გაუსვა ძალიან სახიფათოა ეგ ციგნიერება სულიერების გარეშე ძალიან სახიფათოა პირდაპირ გეუბნებით ხალხო ამას რა აი თქვენ წინა ლაივზეც გითხარი მე ეს თეკლა ხო შე რომ მოხვდე მაგალითად აი ესეთ კარცერ ლუქსში სადაც იქნება ის დიდი ბიბლიოთეკა წარმოვიდგინე და ამ დროს არ გქონდეს სულიერება აი სულიერი პლაცდარმი მაპატია უნდა ვთქვა რა შენსა და ლევან ბერძენიშვილს შორის არანაირი სხვაობა არ იქნება ხვდები თეკლარის თქმაც მინდა იმიტომ რომ კოლექტიური ბერძენიშვილები ასე ვთქვათ რა რომლებსაც გააჩნიათ აი ისა ღვთისმშობლის დაუჯდომელში წერია ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო ეს არის ამაოდ ბრძნობა ამაოდ ფილოსოფოსობა ხვდები როგორი მომენტია ხო და ამაზე მაქვს საუბარი რომ ციგნი ძალიან კარგია ჩემო კარგო მაგრამ თან ძალიან სახიფათოა იმიტომ რომ თუ ციგნიერებას ქვეშ სულიერება არ უდევს შენ ვერ განვითარდები სკოლად იმიტომაც ვიძახი მე ამდენი ხანი რომ სკოლებიდან საიდანაც ქრისტე გარიყეს ეს არის დანაშაული იმისა რომ ფაქტობრივად ჩვენ 1000 წლოვან ისტორიას და 2000 წლიან ისტორიას ფაქტობრივად როგორ ამახინჯებენ და მე მაგიტო გამოდიან ბავშვები ესეთები დღეს როგორებიც არიან ხვდები კიო, ერთ კითხვას მივაქციოთ ყურადღება თემას ეხება კაკრას. პროტესტანტები ემიჯნებიან და ამტკიცებენ რომ გადარჩენა მარტო რწმენაშია და არა საქმეშიო და ზუსტად მაგ კუთხით ხსნიდი და მინდა რომ ერთი ისეთი კარგად ახსნა რომ მოიჭრას. ემოგარგო პროტესტანტები ეს არა ქვია ჯერ საერთოდ ანუ თქვენ არ გონია ხა პროტესტანტი albათ ვინმე გვისმენდეს აქ შეიძლება გვისმენდეს კიდეს მაგრამ შეიძლება დამერწმუნე იმიტომ რომ არა იყვნენ კაცო პრობლემა არ არის საქმე იმაში მდგომარეობს რომ პროტესტანტებო და სხვა რელიგიის თუ სხვა რელიგიასა მოდი შევროწყობით კი არ ვეხები სხვა ასე ვთქვათ ქრისტიანული განხრების მქონენო რა თქვენ ჯერ მართლმადიდებლური კუთხით ხო მართლმადიდებლური კუთხით მოდი მიიღეთ განათლება მოდი ირწმუნეთ ღმერთი მოდი მიიღეთ ევქარისტიულ საიდუმლოში მონაწილეობა აი თუნდაც 1 თვე თუნდაც 6 თვე აი წელიწადიც არ არის საჭირო აი 1 თვიდან 6 თვემდე და თქვენ თუ გულ ასე ვთქვათ ხურვალეთ დაიწყებთ ლოცვას რეალურად ხო და შეხვალთ იმ ბრძოლებში ქრისტიანის ბრძოლა არის უხილავი ბრძოლა და ქრისტიანის მართლმადიდებლი საქმე პროტესტანტებზე არ მაქვს საუბარი ქრისტიანი იმიტომ არის უძლეველი რომ ის ხილულ მტერს კი არ ებრძვის მარტო უხილავ მტერს ებრძვის პლიუს მაგას ხვდებით ხო და შესაბამისად ხა ეს პროტესტანტიზმი და სხვა დანარჩენი ეს კათოლიკეები და ასე შემდგომ და ისტორია არის ცით კაცო ვერ გავიგე რა მოხდა დიდი სქიზმა რომ მოხდა და იმ დიდი სქიზმის მერე 8000 ქრისტიანული განშტოება წამოვიდა და ბიჭო მიყვირს რა აი რა მიყვირს თეკლა იცი რომ რატომ აძლევთ ხალხო საკუთარ თავს იმდენის უფლებას ანუ მე აზროვნების უფლებას კი არ გიშლით თქვა და იაზროვნეთ პრობლემა კი არ არის მაგრამ საკუთარი ასე ვთქვათ რელიგიური კონცეფციის აი რაში გჭირდებათ ეგ თორე კი ვერ ვიგებ იმიტომ რომ აი ეს წმინდანების მაგალითი თეკლა მე ტყუილად კი არ მოიყვანე ბიჭო ამ ხელა წმინდანები იყვნენ ხო ამდენი რამ მიეცათ ამდენი რამ გაიარეს ამ ხელა საფეხურებზე იყვნენ და ბჭო გარედან მოსული გახტაგანები ვინახართ აი შეურაცხყოფას არ გაყენებთ სწორად გამიგეთ რის თქმაც მინდა რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევთ რომ სადღაცა შორს წახვიდეთ და ისე დიდ წმინდანებს როგორებიც იყვნენ წმინდა ნიკოლოზი წმინდა გიორგი წმინდა რა ქვია გაბრიელ ბერი წმინდა ბერი პაისი წმინდა ლავრენტი შერნიგოველი რა ვიცი აი წმინდა ნინო უდიდესი წმინდანები ხო აი ანუ მათ ასწავლით რამეს გაუგებარია უბრალოდ რა აი მაგრად აი როგორი გაუგებარია იცი აი როგორ გითხრა აი წარმოვიდგინე 60 წლიანი სტაჟი რო კონდეს გამოცდილება მოჭადრაკის და 20 წლის ღლაპი რო დაუჯდე და იქით რო ასწავლო ცხოვრების აი რაღაც აღმა დაღმა ასავალ-დასავალი რატო კადრულობთ ამას მითხარით გიორგი კადრება ერთია და ნახე
ხო, არა, აი twin-ი აქვს, აი სწორად ისე შენ რას დამართებ ასეთ დროს? ხო, შენ თვითონ რატო იგდებ თავს საფრთხეში, კი? საფრთხეში რატო იგდებ თავს, ხო? იგივე თუნდაც აი ბევრი რო იძახის კიდე რომ აი მე ეკლესია რაში მჭირდება, ან რწმენა რაში მჭირდება. ხალხო, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აი რა შევადარო ეს ყველაფერი თქვენ რო გაგიმარტიოთ, აი დღევანდელი ცხოვრებისთვის ყველასთვის მისაღები არის სპორტ დარბაზის ცხოვრება. როგორც სპორტ დარბაზში არსებობენ მწვრთნელები, სადაც გეუბნებიან, ხო, რომ აი შენ ახლა ეს უნდა ჭამო, ეს არ უნდა მიიღო, ეს პროტეინი უნდა დალიო, რა ვიცი, რამდენი ხანი უნდა იცურაო, რამდენი ხანი რა უნდა გააკეთო, ბიჭო. ეს არის სხეულის სიჯანსაღი. კი, სხეულის სიჯანსაღი და სულის სიჯანსაღისთვის მაგიტომაც არსებობდნენ და დღემდე არიან ის წმინდა მამები და ის ადამიანები, ისიც როგორი ასე ვთქვათ, ბრძოლები ეწყება, კონკრეტულად როგორი ბრძოლები ეწყება უშუალოდ სულიერებაში შემოსულ ადამიანს. მოდი შემოდი აბა და ეომე უხილავ მტერს თუ მაგარი ხარ შენ. იმიტომ რომ ქრისტიანის ბრძოლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის თვითონ დემონთან ბრძოლა. დღეს რატომ ეომებიან უშუალოდ ეკლესიას, ანუ რატომ არის ეკლესია ამოღებული პირდაპირ მიზანში? ქრისტე კი ამაღლდა რეალურად ზეცად, მაგრამ მისი ეკლესია დარჩა საქმე ამაში მდგომარეობს და მიწაზეა ეშმაკი ხვდებით, ეს დემონი მიწაზეა და დემონთა კლასიფიკაცია არსებობს, შემიძლია მაგაზე εν რაოდენობით ვისაუბრო, იმიტომ რომ თითოეულ დემონს თავისი რეგლამენტი აქვს. ამიტომაც ვიძახით ქვედალოცვილი შვილებო, რომ ეს ეგრეთ წოდებული აი პარაზიტებამდე, აი პატარა ჭიანჭველებამდე დადიან ხოლმე ეს დემონები, რომლებიც ადამიანის სულის სიღრმებამდე აღწევენ და დღეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აი დაინახავს ეკლესიას ან მამაოებს, აი ბევრს გაუცნობიერებელი ზიზღი ეწყება ხოლმე. და რატო ეწყება ესეთი გაუცნობიერებელი ზიზღი? იმიტომ რომ პირდაპირ აი ეს ხაზგასმით ვამბობ რა, დედა ეკლესია აქ არის დარჩენილი, აი ამ ეშმაკს, აი ამ დემონს აქ უნდა ებრძოლოს ადამიანი და მე მახსენდება სხვათა შორის ბერი გაბრიელის უდიდესი ბერის ძალიან ცნობილი სიტყვები და როგორი სიტყვები, იცი რომ ერთ-ერთი მრევლი, რომელიც ბერ გაბრიელთან ერთად ეკლესიიდან გამოვიდა, ბერმა გაბრიელმა პირჯვარი გადაიწერა და ესე იგი ფურთხება დაიწყო, აი დანერწვა დაიწყო რა. ხო და მამაო რასაკეთებოდა? შენ რო იცოდეო ამ ეკლესიის გარეთ აი ეხლა გარშემო რამდენი ეშმაკიაო, შენც იგივეს გააკეთებდიო. ხო და აი მაშინ მდგომარეობს საქმე. ეხლა რატო ვერ ხედავს ადამიანი უშუალოდ აი ამ დემონს, ხო? ცოდვად დაცემამდე ცხოველებსა და ადამიანებს შორისაც იყო იდეალური ურთიერთობა. დღეს რო შენ სადმე ლომი დაინახო, ვერ მიხვალ, მაგრამ ცოდვა დაცემამდე მიხვიდოდი. ცოდვა დაცემის შემდგომ აირია მთელი კოსმიური სამყარო. ცოდვა დაცემამდე ადამიანი პლანეტებზე მაღლა იდგა და პლანეტარულ ენერგიას დღეს რომ თვარეს აქვს და სხვა პლანეტებზე ხა შენ იცი ჩემი მე კოსმოლოგიური ცოდნა, ვინც არიცით, კოსმოლოგიური ცოდნები მაქვს და ასტროლოგიურიც და როგორი მომენტია, იცით რომ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ცოდვა დაცემის შემდგომ კოსმიურმა სხივებმა დაიწყეს ადამიანზე ზემოქმედება, გამიგე? ნახე, თუ შენ მაღლა იდექი, იმაზე მაღლა იდექი ფაქტობრივად. ეხა შედარებით დაბლად გახარ რა. ხო და ცოდვა როგორც კი ასე ვთქვათ, კოსმიურ სამყაროში გავრცელდა, გამრავლდა და ბევრი ცივილიზაციაც გამლო, ხო უშუალოდ დედამიწამ რა. აი ამ ცივილიზაციების ასე ვთქვათ, გასვლის შემდგომ დღეს უკვე მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ რეალურად ადამიანი დაახლოებით პლუს-მინუს ტვინითაც 8% იხსნება, მეტი ვერ იხსნება. ამიტომ შენ კოსმოსაც კი რა ფერებშიც ხედავ, გარემოსაც რა ფერებში, ჩვენ რა ფერებშიც ხედავთ ერთმანეთს. ეს არ არის სრულყოფილი სამყარო, სრულყოფილი ფერი ეს არ არის შემოკარგო. ამიტომ ადამიანს სამწუხაროდ აი იმდენად არის დადეგრადირებული და დაბლა დასული, რომ ის დემონი თუნდაც გარშემო რო დაინახოს არ შეუძლია, ხვდები? წაერთვა ეს ამდენი მადლმოსილება და დაკარგა ის, რაც ერთ დროს ჰქონდა. მაგრამ უნდა დაიბრუნოს. ეხლა როგორ ხდება დაბრუნება, მოდი გადავიდეთ მან, ხო, იმიტომ რომ აი ყველაზე მთავარზე კიდე იუდა როგორც კი მოვიდა ჯარისკაცებთან ერთად, როგორც კი ასე ვთქვათ, ხდება უკვე
წითელ პარასკევს განსაკუთრებით ქრისტეს დატუსაღება, დაპატიმრება და მიგვარეს ურიასტანის მართველი იყო მაშინ, ვინც განაგებდა მით უმეტეს იურიდიულად პილატე პონტოელი, ხო? ეს პილატე პონტოელი კაცო დაკითხვის შემდგომ იძახის, რომ მეო ამ კაცო ბრალი ვერ აღმოუჩინეო. და რადგან გალილეის მართველი იყო ჰეროდე ანტიპა და ქრისტეც დაკავშირდა ამ გალილეასთან, მას მიგვარე თუ იქნება მან რამე აღმოაჩინოსო. იქაც ვერაფერი ვერ მოხდება, იმიტომ რომ არც პასუხობს იმ ჰეროდე ანტიფას ასე თქვათ კითხვებს ქრისტე და ეკლესიის გვირგვინს დაადგამენ თავზე, კვერთხს დააჭერინებენ, წითელ სამოსს ჩააცვამენ, როგორც აი წითელი ხო ეს მადლმოსილი მეფის ის არის ფერია, ხო, გავლენიანი ფერია და გამოუშვებენ უკან იმასთან, ხო, რა ქვია, ჰეროდე რა არის და პილატესთან. და პილატეს ხალხი, ასე ვთქვათ, ხალხის პრესინგს, ხალხის წნეხს ვერ უძლებს, გამიგე? და პარასკევი, მაშინ ეს პასექის დღესასწაული რომ იყო, პასექის დღესასწაულზე შეიძლებოდა ერთი ადამიანის შეწყალება. და რომ მოიყვანეს ბარაბა, მაშინ თქვეს, რომ ვინ შევიწყალოთო, რადგან დღესასწაული იყო ებრაელების. და სინედრიონმაც და ხალხმაც იყვირა, რომ ჩვენო ბარაბას გაშვება გვინდაო, ბარაბა შევიწყალოთ. ბარაბა ამჯობინეს ქრისტე ღმერთს. და ეს ის ქრისტე ღმერთია, რომელიც დაახლოებით ერთი კვირით ადრე ოსანას ძახილით მიიღო კაცობრიობამ და პლუს მაგას მკვდრებს აღადგენდა, უსინათლოებს თვალის ჩინს აძლევდა და ყველა გაღატაკებულს ეხმარებოდა, ხო? მეტი რა გაეკეთებინა. რატომ ასე ვთქვათ მოხდა ქრისტეს სწრაფად დაკრძალვა? ქრისტეს სწრაფად დაკრძალვა მოხდა იმიტომ, რომ და კიდე პარასკევ დღეს ერთ-ერთი ვარაუდით, აი მალ-მალე რატომ მოხდა ეგ პროცესები. შაბათი დღე ებრაელებისთვის იმდენად წმინდა, რომ არ უნდათ შაბათ დღეს რომ ვინმე ჯვარზე ყოფილიყო გაკრული და ასე ვთქვათ, მძიმე სანახაობა ეხილათ. ამიტომაც პარასკევს ღამითვე სწრაფად მერე მოხდა მისი ჯვრიდან გარდამოხსნა, დასაფლავება, დასაფლავების დროს მიუჩინეს მცველები და მცველები იმიტომ მიუჩინეს, რომ მოციქულებს არ მოეპარათ აიღოთ მისი საფლავი და აქედან გამომდინარე უკვე ასე ვთქვათ, იმ ღამეს, ანუ უკვე შაბათი, როდესაც კვირა, როდესაც უკვე თენდება და ხდება ის გენიალური მოვლენა, ციდან ჩამოდის ღამით ანგელოზი, გადაწევს ამ აკლდამის კარებს, რამდენიმე წმინდანიც კი ქრისტე, როდესაც დიდი ნათებით აღდგა, სხვებიც აღდგნენ მაშინ, ანუ იცხოვრეს ამ ადამიანებმა, ეს სახარებაში არის აღწერილი, რომ აი შეირყა, მიწა შეირყა რა ფაქტობრივად და ეხა მთელი დიდი შაბათი დღის განმავლობაში ეს მოწაფეები ბუნებრივია შიში არიან, არიციან, რა ქნან, ეხლა ამაოდ გოდებენ, გლოვობენ, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა თუ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დღესასწაული დაგვირგვინდებოდა, კი იცოდნენ ეხა მათ ძველი აღთქმიდან, მაგრამ აი თომა მოციქულის არ იყოს, ხო, მაინც ეჩვიღრყნის ადამიანს, რომ ესე მოხდება, ესე იქნება და შემდგომ უკვე ეს ყველაფერი მოხდა, დაგვირგვინდა ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომით. ეხლა მკვდრეთით აღდგომა ძირითადად რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ხო? მაგრამ წითელ პარასკევზე არ მინდა რომ გამოვრჩეს, კარგით ეკლა. დიდ ხუთშაბათსაც და განსაკუთრებით წითელ პარასკევს ხალხო, ეს კვერცხები რატო იღებება ეხლა? იმიტომ რომ კვერცხი არის უშუალოდ სიმბოლო, ასე ვთქვათ, სიცოცხლისა. შესაბამისად, წითელი ფერი ეს არის სამგლოვიარო ფერი, მაგრამ შიგნით არის, ასე ვთქვათ, გული, სიცოცხლის გული, ხო, რომელიც გამოიღებს საბოლოო ჯამში ამ ნაყოფს და მკვდრეთით აღდგომასთან ეს დაკავშირდა, ასე ვთქვათ, კარგად ამ პროცესებთან კარგად დაკავშირდა. რატომ შეხვდნენ თუნდაც პატარა პაუზა და გადახვევა ქრისტეს პალმის რტოვებით და იმიტომ რომ მწვანე ფერი ეს არის განახლების ფერი, ეს არის მიღების ფერი. ეს არის ასე ვთქვათ ახალი იმედის ფერი. ამიტომ მესია ყოველთვის იყო 2000
წლის განმავლობაში ეხლაც კი ებრაელებისთვის იმედთან არის დაკავშირებული, ხო, აი მოიმედენი, რას ელოდებენ ახლა ანტიქრისტეს მიიღებენ, მაგრამ მაშინაც ეს იმედი იყო რა ფაქტობრივად. ამიტომაც დახვდნენ მწვანე ფერის პალმის რტოებით. რაც შეეხება კიდე წითელ პარასკევს, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა, აქედანვე გეუბნებით ხალხო, ამიტომ ზედმეტი ცოდვისგან, მრუშობისგან, სიძვისგან, განკითხვისგან, კაცისყვლისგან, ჭორაობისგან, აი დიდი ცოდვა იქნება თუ მცირედი პატარა ცოდვა, თავი შეიკავეთ, თხოვნა მექნება, დიდი ღრეობისა და ჭამასმისგანაც მათ შორის და მიბრძანდით ეკლესიაში, ილოცეთ ადამიანურად, ეხლა ვისაც როგორ შეუძლია, ბუნებრივია ემსახურეთ თქვენს ღმერთს, ქრისტე ღმერთს, დაგლოცოთ ქრისტე ღმერთმა. რაც შეეხება უშუალოდ რა ქვია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვისაც კი უცხოვრია ადამის მოდგმის დღიდან, ბოლო კაცამდე, ყველა ადამიანი კუდრეთით აღდგომის საიდუმლოს დაექვემდებარება. ეს არის ნამდვილი საოცრება, ნამდვილი აი მართლა საიდუმლო რატო ქვია და თვითონ ეს სიტყვაც კი იდუმალი, ხო, აი იდუმალი ნიშნავს რაღაც ბრუსით მოცულს, აი რომელსაც ადამიანი კარგად ვერ ჩაწვდები, კარგად ვერ ამოხსნი. მაგიტომაც არის რომ თუ ადამიანს შიდა ინტელექტი არ გააჩნია, ხო, რეალურად შენ აი ზვიად გამსახურდია ეს არის, ხო, დაბადების დღეა, დღეს აცხონოს ღმერთმა ესეც უწმინდა, ძალიან წმინდა ადამიანი იყო, ერისკაცი იყო, მაგრამ ძალიან წმინდა ადამიანი იყო. მას აქვს გენიალური სიტყვები ნანახი, რომ ეს ნათქვამი, რომ რა ქვია, რელიგიას და რელიგიურ აზროვნებას მხოლოდ ტვინით ვერ ჩაწვდები. ანუ ეს არის უკვე ამაო ფილოსოფოსობა. თუ შენ გულის კარებს არ გააღებ და ქრისტე გეუბნება, რომ რეკ თითოეული ადამიანის გულთან ეგების ვინმე მკარი გამიღოსო, თუ შენ ესე იგი გულზე მუშაობას არ დაიწყებ, იქამდე შენ ქრისტიანულ სამყაროს ვერ მიხვდები, ვერ გაიგებ რა არის და სწორ ქრისტიანობასაც ვერ იქადაგებ. ხო და ქრისტიანობაში რეალურად კუდრეთით აღდგომა ეს გოლგოთა რატომ ასე ვთქვათ რატომ ესე იგი მთავრდება გარდუვალი კუდრეთით აღდგომით და ასე ვთქვათ ჩატეხილი ხიდის ბოლომდე აღდგომით, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს ადამის მოდგმის დღიდან ვისაც უცხოვრია, ნახე, ძველ აღთქმაშიც კი, ხო? ადამიანები ფაქტობრივად იმდენად ჩამწყდარი იყო ღმერთსა და კაცობრიობას შორის ეს ხიდი, რომ რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო ნებისმიერი თითოეული ინდივიდი. რაც არ უნდა შენ სწორი ცხოვრებისეული პათოსით გეცხოვრა, ყველა ადამიანი მიდიოდა შავეთში, ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ცის კარი, ეს აღსავლის კარი გაღებული არ იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო ადამიანი, მაგრამ ქრისტეს განკაცებიდან ნახევარი საქმე შესრულდა, ანუ ის მართალი ადამიანები, რომლებიც ჯოჯოხეთში იყვნენ და ქრისტეს განკაცებას ელოდებოდნენ ამდენ ხნის განმავლობაში, ისინი მათი სულები გათავისუფლდნენ და ავიდნენ ზეცად და მეორე ნახევარი უკვე ანუ სრული ხორცისა და სხეულის შერწყმა მოხდება ქრისტეს დიდებით დაბრუნების შემდგომ და მარადიული ცხოვრების დამტკიცება, დამყარება. ეხლა ეს დედამიწაზე ვიცხოვრებთ თუ სად ვიცხოვრ, როგორ იქნება, ეხლა ეს არავინ არ იცის, ეხლა სწორად გამიგე, მაგრამ სიცოცხლე იქნება, რაც თავარია, აღარ იქნება ჭკნობა, აღარ იქნება ავადმყოფობა, აღარ იქნება ვაება, ზედმეტი წუხილი, გარდაცვალება. აი წარმოვიდგინე ხა შენ მაგალითად ავიღოთ დღევანდელობისთვის ულტრამოდერნიზებული მობილური. აი მაგალითად iPhone-ი ავიღოთ ხა. iPhone 6 და iPhone 16-ს, ან აი თუ iPhone 17-ია ხო? iPhone 17-ს შეადარებ ერთმანეთს? ვერ შეადარებ, ხო? იმიტომ რომ iPhone 6 არის აბსოლუტურად სხვა პროგრამული ღირებულების მატარებელი, ძველია და iPhone 17 არის უკვე ულტრამოდერნიზებული, ხო? აი ესეთი იქნება დაახლოებით, ანუ უკვე ზეციური სამყარო, თუ ნახე, ადამიანს ეხა ადამიანის სული სხეულით არის ეხა დაფარული, ხო? მეორე მოსვლის შემდგომ უკვე სხეული იქნება პირიქით სულით დაფარული და აი ესეთი გაცნობიერებული ეს მატება იქნება ასევე უკვე სიხშირეების, ეს ეზოთერული კუთხითაც გეტყვით, რომ აი სიხშირეების მატება ცოდვილებიც აღდგებიან ჩვეულებრივად. ყველა, მაგრამ ცოდვილები წავლენ მარადიული სატანჯველისთვის და ასე ვთქვათ, მართლები წავლენ უშუალოდ მარადიული სიცოცხლისთვის. და აი ცხოვრება რეალურად, ხო?
მერე დაიწყება თუ დაიწყება და ამ დროს მოესწრებით ხალხო თქვენ გონიათ ეს მოვლენები ესე თუ გაგრძელდა და იქ თუ მოარტყეს ეხა ალაქსას მეჩეთს და ისრაელს რაც თქვენ გონიათ ვერ მოესწრებით ამას მე მაგაზე მაქვს საუბარი ამ ეხა წინა 2 ლაივიც YouTube-ში მოძებნეთ ეგ ვიდეოები და ნახეთ ხო ეს ნიშნები სწორედ მაგისაა რომ რაო შენ სანამ ეგ არ მოხდება კი ბატონო შენ წადიმანდ ეხა როგორი მომენტია იცი რომ რეალურად საქმე იქითკენ მიდის და იქითკენ მდგომარეობს რომ აი ეს კონკრეტული ასე ვთქვათ ამბები ძირითადად ეს ბიბლიური სცენარის ამბები ხო ეს ბოლოჟამის ამბები რაც არის ეს ბოლოჟამს უკვე კაცობრიობა მოესწრო ფაქტობრივად მოესწრო და უკვე დარჩა ასე ვთქვათ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მოვლენა და ეს მოვლენები კიდე ასე ვთქვათ იქნება რა კეთილი მაგცევ ხოლმე ყურადღებას არა მე არ არა ეს 1000 გიჟია ეხა რა თუნდა აქ ამას საუბარი ხა ყველას არ ვაქცევ ყურადღებას იმიტომ რომ შემოცვენილები არიან ხო რა თქმა უნდა ეხა აბსოლუტურად იმას რა ქვია უვიც საზოგადოებასთან და ლენჩებთან მე საქმე არ მაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა არ მიაქცევ ყურადღება თან ისე დავბლოკერო გარედან შეძლოს მოსმენა და აქ ვერ დაწეროს და გასკდეს გულში ისმიეს თუც ვერაფერს ვერ მოისმენს ნეტა შეისმენდეს სუც ჩვენც არ ვიძახით არაფერს მე არც ერთი ადამიანისადმი ხა შეიძლება რაღაც ცოტა მეც უცმაწურად თქვა მაგრამ არც ერთი ადამიანისადმი არა ვარ ნეგატიურად განწყობილი თვითონ ბერი გაბრიელი ამბობს ხო გენიალურად რომ შენ ადამიანში შეიძლება რაღაც თვისება არ მოგწონდეს თორე თვითონ ადამიანმა რა დააშავა ხო ამიტომ აი ეს არის ძირითადად რისი თქმაც მე მინდოდა აღდგომა კიდე მაინც ასე ვთქვათ ორ ნაწილად იყოფა ანუ პირველი აღდგომა მაინც დაკავშირებულია შინაგანათაც უნდა აღდგეს ადამიანი ხვდები რომ შინაგანად უნდა მიატოვო შენ ძველი ადამი რომ ახალ ადამიანში დაიბადო. ანუ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ახაც აღდგომაზე საუბარი ზედმეტია. ის აღდგომა უკვე რაც საბოლოოდ იქნება, ხო? ეს უკვე არის გენერალური შეჯამება, რომელსაც კაცობრიობა იხილავს ქრისტეს დიდებით დაბრუნების შემდეგ. ძირითადად აი ეს მოვლენები გვაქვს უშუალოდ, როდესაც ვეხებით აღდგომის 7 დეულს და ამ 7 დეულში კარგი იქნება თქვენთვისაც თუ ერთი კვირით მაინც იმარხულებთ, ოთხშაბათს და პარასკევს მაინც თუ იმარხულებთ ყოველ შემთხვევაში, თვისაც არ გიმარხულიათ მთელი ასე ვთქვათ ამ 40 დღიანი მარხვის პროცესში, ამითაც ნუ ღმერთი შეგეწევათ და რა თქმა უნდა მადმოსილნი იქნებით. ყველაზე მძიმე კვირა არის და ყველაზე მძიმე და თქვენთვის არის ეხა ესეც კარგი რასაც ვამბობთ, დანარჩენი ეხა თქვენ განსაზღვრეთ. აბა მოდით ეკლა შენ ან სხვა რამე კითხვები ამოვიკითხოთ ეხლა და თუ ვინმეს რამე აქვს ასე ვთქვათ კითხვები დამიშვით ხალხო თუ გაინტერესებთ რამე ვეცდები რომ გაგცეთ პასუხი. კომენტარებში ისეთი ჯერ არაფერი ყოფილა თუ რამე შეკითხვა გაქვთ გიორგისთან დაწერეთ და ნეინელა მართლაც დავასრულოთ ძალიან საინტერესოდ ხსნი ხოლმე გიორგიამ ყველაფერს და მაგიტო არ გეჭრები ზედმეტად ვიცდი ხოლმე უბრალოდ ხა ეს ამ ლაივის ჩაწერა ჩვენ გვინდოდა 4 რიცხვში რა მაგრამ ჩემი განრიგი და გრაფიკი იმდენად მე პირადი კონსულტაციებიც უამრავი მაქვს არა მარტო ფსიქოლოგიური კიდე ბევრ სხვა რაღაცას ვაკეთებ ვისაც არ გყავართ გამოწერილი Facebook-ზე ქართულად უწერია ქართულად მიწერია გიორგი ლობჟანიძე აკი ხედავთ როგორც არის. გთხოვთ გითხრათ თევზი თუ შეიძლება მივირ თევზის მირთმევა მე როგორც ვიცი ამ იმაში რა ქვია არა მძიმე კვირაში არ შეიძლება უბრალოდ ბზობის დღეს შეიძლება თუ სწორად გადაამოწმეთ მაინც ბზობას მე სადღაცაც წავიკითხე მე მგონი ქრისტიანული ის იყო და ბზობის დროს შეიძლება 7 აპრილსაც ვერ მიიღებთ იმიტომ რომ 7 უწევს უკვე ასე ვთქვათ ისევ მძიმე კვირა ხო ბზობა აი დაგვიწერა კონსტანტინე ბზობას მეც ეგრე ვიცი რომ შეიძლება მეორედ მოსვლის ხანაც გავდივართ კი ბატონო ვინც თავის თავში შინაგანად აღდგა ყველა მიხვდა რა სისულელია ეს წუთისობელი კი ბატონო მარკუს ავრელიუსის იმაში რა ქვია დღიურებში როდესაც გარდაიცვალა ეს რომის იმპერატორი ამ რომის იმპერატორს ჰქონდა არაჩვეულებრივი ჩანაწერები, აი მემუარების სახით ეკლა გამეგე და რო გარდაიცვალა, მერე იპოვნეს მისი დღიურები და იქ ეწერა ერთ-ერთი გენიალური ფრაზა, რომ
ვინ გითხრა ადამიანო რომ რასაც იძენ ეს ყოველივე შენია არაფერი არ არის შენ ხვდები აი ეს არის დროებითი უბრალოდ ამ წუთი სოფელში არსებული რაც კი რამე გაბადია ну ეს იმის ანალოგია რომ აი განა ვინ წასულა რამით რომ შენ რაღაც წაიღო დაახლოებით ამის ანალოგია რა გიორგი, ქალბატონ მალიკამ დაგვიწერა შეკითხვა, ვინა ნახსენები გამოცხადების ხუთ თავში ტახტზე მჯდომარედ და რას ნიშნავს ხელში ეჭირა წიგნი, რომელზეც გარიდანაც ეწერა და შიგნიდანაც რაღაც ბოლომდე არ გაქვს ქალბატონი დასრულებული, მაგრამ მე ხუთ თავზე აქვს საუბარი თუ მიხდი კითხვას იცი რა არის მანდ წმინდა მომებს აქვთ ბევრი განმარტებები რა ეხა მაგაზე რომ დავიწყოს და ისეთი კითხვა არის ეხა მაგ კონკრეტულ საკითხს და სხვა დროს თუ ჩაუღრმავდები იმიტომ რომ აპოკალიფსისის თავის განმარტება არ არის ხალხო ესეთი ადვილი და ესეთი მარტივი იქ ქვეყნებიც კი არიან მოხსენიებულნი იქ იმ ანტიქრისტეს რომელი რქა რომელ ქვეყანას ნიშნავს, რას ნიშნავს, ზოგი რუსეთია, ზოგი ცოტა მძიმე კითხვაა რა. ხო, აი დროს და გაშლას მოითხოვს და ამიტომ ერთდღე სწორად წერს კი ბატონო აქ ერთ-ერთი კომენტარი რაც წავიკითხე. აქ თევზზე არკვებაზე საუბარი უფრო მარხვის პერიოდში. ზოგადად რო იცოდეთ, თევზი ეს არის უშუალოდ სიმბოლო. ასე ვთქვათ, ქრისტიანები, პირველყოფილი ქრისტიანები, აი ხელზე იწერდნენ ხოლმე ეს გამოხატულება ქონათ ან მაჯაზი ან ხელზე ქრისტეს, ისა ბოდიში თევზის გამოსახულება და ქრისტიანები თევზების სიმბოლოთი ცნობდნენ ერთმანეთს, ვინც არიცით გეტყვით ამას ყოველი შემთხვევისთვის. ამიტომ თევზი ქრისტიანებისთვის ძალიან ძვირფასი წყლის მკვიდრია, წყლის ბინადარია და დიდი პატივისცემა გვაქვს თევზებისადმი და საერთოდ ბოლო კოსმოლოგიური კუთხითაც თევზების ეპოქა დაამთავრეთ. ყველაფერს თავი დავანებოთ და უკვე გადავედით უკვე აგერ მე-11 ნიშნის თანავარსკვლავედში და კი ვხედავთ რა სოციალური მარაზმიც არის ამ კუთხით და ეს გაგრძელდება ეს არეულობა იქამდე და მე ხშირად ვიძახ ხოლმე ეთიკლა იმას რომ საქართველოში სანამ არ მოვა ჭეშმარიტად ქრისტიანი მართლმადიდებელი მართველი იქამდე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება რა გამორიცხული ვარიანტია იმიტომ რომ სანამ ცნობიერებით ჭეშმარიტი ქრისტიანი მართლმადიდებელი არ მოვა გამოიცვალეთ რამდენი ხელისუფალი ზგინდათ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს ერთ იდიოტს მეორე შეცვლის რას გვეტყვით წითელ ღრუბლებზე ხელოვნურია არა არიცი ეს წითელი ღრუბლები მე იმდენი მაქვს ნანახი ამაზე წითელიც ხა ავსტრალიაშიც რაც იყო ძალიან ბევრი ჩემო კარგო ამიტომ ეს სახელი ვერ გავიხსენე. უბრალოდ ეხლა მიექცა ეს დიდი ყურადღება. სახელი ვერ გავიხსენე კონკრეტულად რა დამოვიწყდა ანუ მე თუ გავიხსენე გეტყვით აი სპეციალურად მაგნათებას რა ქვია და ყველაფერს კიდე ხალხო ეგრე ნუაყვებით ძალიან გთხოვთ რა იმიტომ რომ ასე ვთქვათ არის ის მოვლენები რასაც უნდა მიაქციოს ახლა ქიმტრეილერები იმდენია ჩემო კარგო ძალიან ბევრი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაფერს ნუ აქცევთ ეგრე ყურადღებას წითელი ღრუბლები და წითელი ფერები და ეს არა მარტო საქართველოში კაცო ავსტრალიაში მაგრე რო გაყვეს მასე რო გაყვე მოვლენებს ბაღაყების წვიმა ხოლმე პერიოდულად და რამდენი ხნის ირანში იყო კიდე თევზები რო ჩამოცვიოდა ციდან და რამდენი ხნის წინ ხო დავაკავშიროთ ახლა რამესთან ხო რაო აი ქალბატონ მაცაცოს ვეთანხმები კი აღნიშნეს რომ სხვა დროსაც იყო სხვა დროსაც ბევრჯერ ანუ ეს რა არის იცი კარგი თემა არის რა უშუალოდ კი ხა ვინც ეგრე ფიქრობს კაცო მე შეურაცხყოფას კი არ გაღენებთ ხალხო თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ ანუ მე გეუბნებით ალტერნატიულ აზრს თორემ მეტი არაფერი ანუ შეიძლება თქვენ ხართ ამაში მართალი მაგრამ ჩემთვის ეს მე ბევრჯერ მინახავს უარესი ფერებიც ხა კიდევ ერთხელ გეტყვით რა ხა ბოლო ვინც იაპონიაში ყოფილა აბა იმას უნახავს თუ უნახავს მზე საერთოდ არის აბსოლუტურად რო შეხედოთ გადაირევით
ისეთი ფერები იხატება. გამოგზავნეთ საინტერესო შეკითხვები თუ გაქვთ კიდევ და ნინელა წავთ დასასრულისკენ. საათი და 6 წუთი არაც ლაივში. კი, ისა, კონსტანტინე, წმინდა მამებთან ეს ნათქვამია და ბერ გაბრიელს აქვს ნათქვამი, რომ ზეცაში ნუ აიხედავთ, იმიტომ რომ მოხდება ბევრი სასწაული. თქვენ ვის მოიაზრებთ პატრიარქათო? კარგი კითხვაა, მადლობა. იცით რა არის? მე არც ვიცი როგორ ირჩევენ, სიმართლე გითხრათ, აი პატრიარქს, იმიტომ რომ 39 სინოდის წევრია, როგორც ვიცი და პირობითად ბოლოს უნდა გავიდეს 3-მდე უნდა დავიდეს, ხო? თუ რაღაცნაირად არის, მანდ კარგად აღარ მახსოვს და 13 რომ მიიღოს ყველა მერე რა ხდება. ანუ ბევრი რაღაცაა, ცოტა გაუგებარი, ხა ეს მე არ ვიცი, ხვდებით, იმიტომ რომ მიტროპოლიტები და ალბათ უფრო თეოლოგები და სხვა ისინი კარგად გეტყვიან რა მაგ ყველაფერს, თუმცა როგორც ასეთი ხა კადრი მოსაყდრე იყო უშუალოდ მეუფე შიოდა, ნავს ჩემი აზრია რომ ალბათ რა მოსაყდრეთ არავინ არ დაგნიშნავს, მით უმეტეს აცხონოს ღმერთმა ჩვენი პატრიარქი მისი ნდობით აღჭურვილი პირი რომ არ ყოფილიყო, ხო ესეა თეკლა ალბათ დამეთანხმები შენს და დანარჩენს ღმერთი გვიჩვენებს ალბათ თუ ვინ უნდა მოვიდეს პატრიარქად. გიო, რადგან წმინდა ცეცხლზე დაიწერა, მე აქ მინდა კითხო და ხაზი გაუსვათ, რატომ ხდება მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის დროს ეს მხოლოდ ცეცხლის გარდამოსვლა და შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე და როგორ შეაფასებ? 45 ჯერ გადმოვიდა წმინდა ცეცხლი, თუ სწორად მახსოვს ეს მარტო ხელულად. ყველაფერს რო თავი დავანებოთ და კარგი ხალხო ხარ რა, ანუ ხა ის ვიღაცას ჯერა ამ ცეცხლის გადმოსვლის, ვიღაცას არ ჯერა, ეს უკვე თქვენი ის არის, რა ქვია, მოსაზრება. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი პატრიარქი სოფრონე იყო, რომელიც არ შეუშვეს და იქ იერუსალიმის ტაძრის, გონი ტაძრის კედლის ბოძზე გადმოვიდა ეს ცეცხლი, ნიშნად იმისა, რომ ეგ ყველაფერი ნამდვილად ხდება და მიღებულია და ნუ აი ხო გეუბნებით, ეკლა არიან რა, აიმე ესე იგი ამ საქართველოში ხო, აი ხალხო მაპატიეთ რა ამას რო გეუბნებით, მაგრამ აქ რომ ეზარება ლაპარაკი, აი ისე არსად არ მეზარება ლაპარაკი რა, იმიტომ რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია და იმდენმა თავისებურად გაიგოს ახარებაც ბიბლიაც. ხო, იქ უცხოეთში რომ მივდივარ, მარტო ჩემზე არ მაქვს საუბარი. ბჭო, იქ გისმენენ. აი აქ ყველაფერი იცის. და ყველაზე ცუდი კიდე რაც არის, ხო? რო რამდენი, ასე ვთქვათ, უვიციც შემოვა ამ სფეროში, ყველას ყავს თავის ტაშის დამკვრელი მერე გამიგე? აი ეს რაღაცა უბედურება რა და იმ უცხოეთს ბევრი მინუსი აქვს, ხა არც ამ მამათმავლობის და ნეოლიბერალიზმის მქადაგებელი არ ვარ, ჩემო კარგო, მე ნამდვილად, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იმ ადამიანებს სხვა მენტალური განვითარება აქვს და ბევრ რაღაცას სხვანაირად უყურებენ რა. ხო, კითხვა მაქვსო, ბრძანეთ ბატონო, რა ვიცი, არ არის პრობლემა. ერთი კითხვა არის კიდევ, ქალბატონი ლიკა გეკითხება, ბიბლიაში რომ არის ნახსენები მანანის პურით დააპურა უფალმა ხალხი იოსეფის კვერი ხომ არ იგულისხმება? შესაძლოა ეს მანანის პური უფრო რაღაც ზეციურ იმას გავს, აი რაღაც რა შევადარო, არ ვიცი რა. ძალიან ორიგინალური ერთ სიტყვით, აი ვერ ვიტყვი ხა ეს უფრო ალბათ სასულიერო პირები უკეთესად გაგცემენ პასუხს, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეგ შემიძლია გითხრათ, რომ აი ცოტა უცნაური ორიგინალურია, მაგრამ გემრიელია ძალიან. გიორგი, აქ კითხვები არ გაგიჩნდებათ ბერსო. არა, მასეც არ არის, შეიძლება ტაძარშიც დადიოდე, ქადაგებებსაც უსმენდე, მაგრამ რაღაც კითხვები გიჩნდებოდეს და აქ დაწერო, გააჩნია რამდენად ნორმალურ გონივრულ და მართლმადიდებლისთვის შესაბამის კითხვას დაწერა ამაზე, კი ბატონო გეთანხმებით. გიორგი, რაც ჩვენ დავიწყეთ. არა, ბოდიში აქ სწორი თქვა ქალბატონმა მაცაცომ, რომ ადამიანებიო რეალურად ხო, ანუ ეკლესიაში რომ დადიოდეთ 100%-ით ვეთანხმები, ანუ იქ იმდენს გააცნობიერებ მე და წაიკითხავ კიდეც, რომ აქ ეს კითხვები არ სწორი თქვა კი ბატონო. სტუდენტური კითხვები არ დაისმოვა თორე. ანუ კითხვებზე არ ვსაუბრობ ეხა. გიორგი, რაც მე და შენ დავიწყეთ ის ორის გადაცემა რომ ჩავწერეთ სიონისტთან დაკავშირებით, უნდა განახარებები ხდება. გააქვს გვერდებს ვიდეოები, ებრაელებს უკვე შემოსევა აქვს გაკეთებული ჩემს გვერდზე და ტექსტებით აი იქ ისრაელში სადაც საჭიროა გადაგზავნილია თქვენი მონაცემები, რასაკვესად ემსახურებით და მთელი ტექსტები და ეს ბოლო ჯამზე ვილაპარაკეთ?
ზოგადად სიონიზმს, ებრაელებს გადაგზავნო, კაცო, რა პრობლემაა? გადაგზავნო. უკვე ნახე უკვე გააქტიურდნენ და აღარ იციან რა ქნა. გადაგზავნო, კაცო, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეგ ხალხი არის შერყეული, აქედანვე გეუბნები, ეგ საზოგადოება არის აბსოლუტურად გაუნათლებელი, გაუცნობიერებელი, პირდაპირ ვიძახი, გაუცნობიერებელი საზოგადოება და ეხა მე მაგ ხალხს და რა ეხა ისა რა ქვია, მოსადში დაგვასმენენ თუ არავის არ ავნონ რა. ამ გონი შეკითხები აღარ არის. თქვენი აზრით გიორგი როგორ მიგაჩნიათ რამდენი პროცენტი იქნება ნაღდი ქრისტიანი ქართველიო? ცოტა რთული კითხვა კი დასვით. აი ნამდვილი ქრისტიანი ქართველი რა პარამეტრებით განსვით ახლა გააჩნია, იმიტომ რომ თუ ძალიან მკაცრად განსვით, ძალიან ანუ ძალიან ცოტა იქნება. აი მაგიტო ვითხარი რომ თუ მკაცრად განსვით მეთქი რა. იოსებ, ჯოზეფ, ფრთხილად იყავი შენ, გაიგე? ხო. შენ იყავი ფრთხილად. იო, როგორ ვასწრაფო და მაინც შენ იყავი ფრთხილად, თორე აი ერთი მოვა ის დროც არ შეგრჩებათ აი მაგ ებრაელებს ზუსტად ხო თორე ირანისტი აქ არავინ არ არის სწორად გამიგეთ რა და კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და კარგად ვიცი ირანმა რა დაუშავა საქართველოს მაგრამ მაგ ებრაელობით თქვენ რასაც აკეთებთ რეალურად ხო ეგეც ძალიან კარგად ვიცი მე არავის არ ავნოთ დიდი მადლობა ყველას მშვიდობიან დღეს და საღამოს გისურვებთ გაიხარე დროებით გიო მადლობა კარგად მადლობა და რა ვიცი ყოველივე საუკეთესო გქონდეთ